ეს არის სადიპლომო ნაშრომების მომზადებისთვის განკუთვნილი არხი, რომლის მიზანი არის მაგისტრანტების და დოქტორანტების აკადემიური დახმარება სადიპლომო ნაშრომების მომზადების პროცესში. დღეს გეტყვით 7 ძირითად პუნქტს, რომელიც უნდა დააზუსტოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გიწევთ კვლევის ჩატარება. ვისთან უნდა დააზუსტოთ ეს ყველაფერი თქვენი კვლევის ხელმძღვანელთან, მასისადმე. დავიწყოთ. პირველი. ეს არის კვლევის ჩატარების გეოგრაფიული არეალი. კერძოდ უნდა დააზუსტოთ ის, თუ სად მოგიწევთ თქვენი კვლევის ჩატარება. რომელ რაიონში, რეგიონში, ქალაქში, სოფელში და ასე შემდეგ. მეორე. ვინ უნდა გამოკითხოთ? ანუ საკვლევი ადამიანების საკვლევი ჯგუფი. ვინ უნდა იყვნენ თქვენი კვლევის მონაწილეები. ესენი შეიძლება იყვნენ თქვათ შეშემოპირები, სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები და ასე შემდეგ. გააჩნია თქვენი კვლევის საგანს, კიდევ ერთხელ ვიძახი. გამოსაკითხი პირების რაოდენობა. თუ თქვენ ატარებთ კვლევას გამოკითხვის მეთოდის გამოყენებით, ანუ ეს გულისხმობს რაოდენობრივ კვლევას, მაშინ კვლევის ხელმძღვანელთან უნდა დააზუსტოთ რა, რამდენი ადამიანის გამოკითხვაა საჭირო იმისთვის, რომ მიღწეული იქნეს კვლევის მიზანი და კვლევის ამოცანები. ასევე შემოწმდეს კვლევის ჰიპოთეზა. მესამე, უნდა მოახდინოთ კვლევის ჰიპოთეზის ფორმულირება და შეუთანხმოთ იგი თქვენი კვლევის ხელმძღვანელს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყენებთ რაოდენობრივი კვლევის მეთოდს, რადგანაც რაოდენობრივი კვლევის მეთოდი არის ის მეთოდი, რომელ შემთხვევაშიც თქვენს სადიპლომო ნაშრომს უნდა კონდეს კვლევის ჰიპოთეზა. თუ იყენებთ კვლევის თვისებრივ მეთოდს, მაშინ კვლევას უნდა კონდეს კვლევის დაშვება. დაიმახსოვრეთ ეს. მეოთხე, კვლევის საკვლევი კითხვები. საკვლევი კითხვები გამომდინარეობს კვლევის ჰიპოთეზიდან ან და კვლევის დაშვებიდან და საკვლევი კითხვები ეს არის ეგრეთ წოდებული research question-ები. საკვლევი კითხვები ეს არ არის კითხვარის შემადგენელი კითხვები. განასხვავებთ ეს ორი მომენტი ერთმანეთისგან. საკვლევი კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით თქვენ ატარებთ გამოკითხვას და ან და ინტერვიუებს, დამოკიდებულია რომელ მეთოდს იყენებთ და შესაბამისად კითხვარის შემადგენელი კითხვების მიზანი რომ არის ის, რომ შეგროვდეს ის ინფორმაცია, რომლის ანალიზზე დაყრდნობითაც თქვენ შეამოწმებთ თქვენი კვლევის ჰიპოთეზის ან და დაშვების რელევანტურობას. მეხუთე, უნდა დააზუსტოთ თქვენი საკვლევი კითხვების შინაარსი და რაოდენობა და ასევე უნდა დააზუსტოთ კვლევის ინსტრუმენტით, ეგრეთ წოდებული კითხვარით გათვალისწინებული კითხვების შინაარსი და რაოდენობა. შეუთანხმეთ ისინი თქვენი კვლევის ხელმძღვანელს. თუ თქვენ ატარებთ ეგრეთ წოდებულ თვისებრივ კვლევას, მაშინ უნდა დააზუსტოთ ის, თუ ვინ იქნებიან თქვენი კვლევის რესპონდენტები. აი ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, თუ მოდი ასე ვთქვათ, უფრო ზუსტი იქნება საკითხები, რომლის დაზუსტებაც თქვენ მოგიწევთ იმ შემთხვევაში, თუ ატარებთ კვლევას სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში. დღეისათვის სულ ეს იყო, გამოიწერეთ არხზე მუდმივად იდება ვიდეოები სადიპლომო ნაშრომის მომზადების სხვადასხვა პრაქტიკული ასპექტების შესახებ, რჩევები სადიპლომო ნაშრომის მომზადების თაობაზე, რომლებიც ეფუძნება მრავალწლიან პრაქტიკას და არ არის ხელმისაწვდომი არც ერთ ცალკე აღებულ თეორიულ წყაროში და მას ვერ აგენერირებს ხელოვნური ინტელექტი. გისურვებთ წარმატებებს მომავალ შეხვედრამდე.